ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, იმიტომ რომ აქ პრაქტიკულად ევროპის აბსოლუტური უმეტესობა ესწრება და თქვენ ნახეთ როგორ მაღალი შეფასება აქვს თვითონ დემოკრატიის პროცესს საქართველოში. თუმცა რა თქმა უნდა ყველა ფიქრობს რა მოხდება შემდეგ და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა შედის ძალიან რთულ ეტაპზე. მაგრამ ამ რთული ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის რომ ჩვენ გავაგზავნოთ ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეკემბერში არის ნატოს მინისტერიალი. ამიტომ ჩემი მოწოდება იყო რომ თუ ჩვენ უმუშავებთ ახალ მთავრობასთან ერთად, გვაქვს შანსი ახლა ამ არჩევნების დაფუძნებით რომ ნატოში წავიდეთ ერთი ნაბიჯის წინ. ის რაზეც აქამდე სულ იყო ყომანი. ხო გეუბნებოდ რომ აი არჩევნებია მთავარი ლიტმუს ტესტი. ახლა თუ იქნება კოორდინაცია და ჩვენ მზად ვართ რომ ამ პროცესში ჩავერთოთ ყველა დონეზე ახალ საგარეო მინისტრთან ერთად, ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზოგადად მთავრობასთან ერთად და რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამოცდილებაც გვაქვს დაგროვილი და ძალიან დიდი ნდობაც გვაქვს აქა. შეგვიძლია ახლა თუ სწორად ვიმოქმედებთ აი ეს ფანჯარა შესაძლებლობების გამოვიყენოთ. მაგრამ ამისთვის ახლა საჭიროა კონცენტრაცია კონსტრუქციულ ნაწილზე. ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ეტაპი და იქნება ეს ეტაპი გამოვიყენოთ მიუხედავად ყველა სიძინეების რომელიც გარდაუვალთ იქნება ახლა თავს ვერ მოვიტყუებთ ნატოს კუთხით მაინც პროგრესისთვის და ასევე ევროკავშირს. ახლა ბაროსოსა შეხვედრის შემდეგ თავარი რაც არის ახლა შანსი ჩვენთვის არის რომ მივიღოთ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან უკვე მომავალ წელს და მივიღოთ ასოცირების ხელშეკრულება, მივიღოთ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. ჩვენი პროდუქცია უნდა გავიტანოთ ევროპაში. ყველაზე მეტ ფასი ჩვენ პროდუქციას ექნება ევროპაში. ჩვენ შეგვიძლია შესვლა ამ ბაზარზე. მომავალი წელი ამ მხრივ არის გარღვევის წელიწადი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იზმის დაკარგვა, რასაც ბოლო 8 წელი ვაშენებით აგურ დავიმსახურეთ ევროპული ინსტიტუტების დობა. გავზარდეთ ძალიან კარგი დიპლომატები, ვინც მუშაობდნენ საქართველოს რეფორმების პროცესმა მოგვცა ის შედეგი, რაც მოგვცა, რომ მართლა ევროპასთან კონდეს ყველა ჩვენ მოქალაქეს შეუძლებლობა შეიძლება თუ შეუძლება შესვლა, ყველა ჩვენი პროდუქტის შეუძლება შეტანა შეგვიძლია ბაჟის გარეშე და თავი ვიგზნოთ, ჯერ უკავშირის წევრები არ ვიქნებით, მაგრამ თითქმის სრულფასოვან ამ სტრუქტურების სრულფასოვან მონაწილეობა. თავარი კითხვა რა თქმა უნდა არის, რომ საქართველოს ახლა იქნება ძალიან დიდი ლუპის ქვეშ შემდეგ თვეების განმავლობაში. და ჩემი მოწოდება მათთვის არის, რომ იმუშაონ ამ ახალ მთავრობასთან ძალიან მჭიდროდ. ჩვენ არა მხოლოდ არ გვინდა რომ რამენაერად საქართველოს პოზიციებს შესვლა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თავრობის პოზიციებს საქართველოს პოზიციები პირიქით ყველანაირად უნდა ხელი შეუწყოთ იმას, რომ ახალ მთავრობასთან იყოს დიალოგი, იყოს ყველა ამ საკითხზე პროგრესის გაგრძელება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის საქართველოს პროგრესი და ჩვენ ყველანი გვართ ქართველები და არ შეიძლება სხვა რამე გვინდოდეს. ჩვენ ამ შემთხვევაში მე როგორც პრეზიდენტი ვიმოქმედებ საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე და აბსოლუტურად ზეპარტიულად მაგრამ ოპოზიციამაც საპარლამენტო უნდა იმოქმედოს არა როგორც ქვეყნის ოპოზიცია, არამედ როგორც ქმედითმა პოლიტიკურმა ძალამ, მაგრამ ხელი შეუწყოს ქვეყნის სისვლას. არ შეიძლება ოპოზიციას გაუხარდეს თუ რამე წავად სუდათ. რაც მე მესმის, ისინი ამბობენ ყოველ შემთხვევაში მთავრობა ამბობს, რომ მათ უნდა ნატოს გზის გაგრძელება. ეს თქვა საგარეო მინისტრმაც, ეს თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. ახლა მე ვესმის რომ სხვადასხვა აზრებია, მაგრამ ჩვენ ხო საზოგადოებას ამ თემაზე სხვადასხვა აზრები არ აქვს. აქ ჩამოყალიბებული პოზიცია. და ამ შემთხვევაში ეხლა არის მომენტი, დეკემბერში არის მინისტერიალი, რომ თუ კარგად ვიმუშავებთ, შეგვიძლია მართლა გადაგვიყვანოს შემდეგ საფეხურს და უკვე შეუქცევადად გახდეს მართლა უახლოეს წლებში ჩვენ ნატოს წევრი. მაგრამ ამას უნდა აი ეხლა ძალიან მჭიდროდ ერთმანეთთან დაჯდომა და არა სხვა რამეებზე ფიქრი. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, მე მარ მზად რომ ამაზე ვიმუშაო. და რასაც ვხედავ, საერთაშორისო მზაობა ამისი დღეს არის. ძალიან ცუდი იქნება თუ ჩვენ ამ შანსს დავკარგოთ.